მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ობიექტივი, მე ირმა ინაშვილი გახლავართ და თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. ეკრანზე ჩანს ტელეფონის ნომერი და შეგიძლიათ ტრადიციულად დაგვიკავშირდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმ თემატიკაზე, რაც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას, რაც არის აქტუალური და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განხილვის მთავარი თემა უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძალიან სერიოზულ პროცესებს. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებშიც ძალიან აქტუალურია ეს თემა. არის სხვადასხვა ტიპის შეფასებები, რა ხდება ირანში, როგორ მიდის ეს პროცესი, ეს ოპერაცია, სამხედრო ოპერაცია, ვიცით ჩვენ რომ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და რა არის მთავარი მთელ ამ ისტორიაში, როგორც იტყვიან. აიათოლას ალი ხამეინის მმართველობა. რა ტიპის მმართველობა იყო ეს და არაერთი ექსპერტი, საერთაშორისო ექსპერტები მიმოიხილავენ მისი მმართველობის პერიოდს 1989 წლიდან დაწყებული წლევანდელი 2026 წლის ჩათვლით და მიდის საუბარი იმაზე კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, რომ აიათოლას რეჟიმა, აიათოლას ალი ხამეინის მმართველობამ ძალიან დიდი კრიზისი გამოიწვია ქვეყნის შიგნით. ეს იყო მმართველობა დამყარებული ძალაზე, ერთი პირის ძლევამოსილებაზე და ირანში უნდა ითქვას, რომ ირანის ისლამურ სახელმწიფოში მმართველობის თავისებური სისტემა არსებობს, იცით თქვენ რომ დიადი, ანუ უზენაესი აიათოლა არის მმართველი მთავარი, ნომერ პირველი პირი სახელმწიფოში, მას შემდეგ არის უკვე პარლამენტი, მას შემდეგ არის პრეზიდენტი, ქვემოთ არის ყველა, ანუ ის არის უზენაესი და მთავარი და რაც იპყრობს ყურადღებას, აი სწორედ ამ საერთაშორისო ექსპერტების სტატიებიდან, ანალიტიკური სტატიებიდან გამომდინარე, რომ აი ეს მმართველობა, ალი ხამეინის მმართველობა იქცა სერიოზულ საფრთხედ არა მარტო ირანელებისთვის და ირანის მოქალაქეებისთვის, არამედ გარე სამყაროსთვის. აი ეს არის მთავარი მოტივაცია, რასაც ეფუძნებოდა ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები და ისრაელის სახელმწიფოს ქმედებები. ხა ისრაელს კიდევ იქ თავისი ინტერესი აქვს, იქ პირადი ძალიან დიდი დაპირისპირებაა ისრაელსა და ირანს შორის. ეს არის მოტივაცია. ანუ ასეთი ტიპის რეჟიმებს, ასეთი ტიპის დიქტატურებს, როგორც აცხადებს ტრამპის ადმინისტრაცია და მან თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი მმართველი, ესე შეაფასა აიათოლა ალ ხამეინის მმართველობა, ეს უნდა დამთავრდეს. ამას ცივილიზებული სამყარო არ შეეგუება. ეს ტრამპის განცხადებებია. ჩვენ საუბრობთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე და კარგი იქნება თუ თქვენც გაგვიზიარებთ თქვენ მოსაზრებებს საქართველოს კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში ხდება ეს პროცესები, ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვისაც თქვენი მოსაზრებები, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ამ ვითარებაში, როგორი უნდა იყოს ჩვენი განცხადებები, ჩვენი პოზიცია. და ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებში არის განსაკუთრებით სიმპტომატურია ეს კამპანია, ეს ტენდენცია სენტიმენტების აიათოლა ალ ხამეინის მმართველობის რეჟიმის მიმართ. და ეს სენტიმენტები, რასაც მე ვაკვირდები, არის წახალისებული, ძალიან სამწუხაროა ეს, მაგრამ არის წახალისებული ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ რომ სწორედ ქართული ოცნების მხარდამჭერი ექსპერტები, მათი მხარდამჭერი მედია საშუალებები თუ სხვადასხვა პირები, ბლოგერები სოციალურ ქსელში ავითარებენ აი ამ ხას, რომ ეს არის
კარგი მართველი იყო თითქოს და აიათოლა ალ-ხამეინი თითქოს არავინ მას არ დაუხოცავს, არ იყო ირანში რეჟიმი, თითქოს ეხლაც სამხედრო ოპერაციის პირობებში, ახლა ჩვენ კადრში ვხედავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ აიათოლა ალ-ხამეინის რეჟიმს ემსხვერპლენ და გადმოვხტები ახლა სტატისტიკაზე, საერთოდ სტატისტიკა არ არსებობს, ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ არსებობს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობები, რასაც ეყრდნობა დღეს ყველა და ამ ცნობების თანახმად 20,000-დან 30,000 ადამიანამდე აკვირდებით რამხელა ციფრია 20,000-დან 30,000 ადამიანამდე არის დახოცილი მოკლული ნაწამები აიათოლა ალ-ხამეინის რეჟიმის პერიოდში 1989 წლიდან ეს ჟურნალისტებს ხედავთ ახლა კადრში, რომლებიც დაპატიმრებულები არიან, ფრაგმენტი არის გამოყენებული დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ეხება ქალთა მდგომარეობას ირანში და დღეს, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით აი ამ ტენდენციას ქართულ სოციალურ ქსელებში და რაღაცნაირ სენტიმენტებს ამ რეჟიმისადმი, ჩემი ძალიან ფრთხილი მოწოდება იქნებოდა აი ამ კამპანიის ორგანიზატორებისადმი, რომ გამოვიჩინოთ გონიერება, გამოვიჩინოთ ძალიან დიდი სიფრთხილე, ესეთი ტიპის კამპანია არის შესაჩერებელი, იმიტომ რომ არანაირად ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხარე და განსაკუთრებით არ უნდა ვიყოთ მხარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში აიათოლა ალ-ხამეინის რეჟიმის მხარდამჭერი არ უნდა გამოვდიოდეთ, რა ტენდენციაც ახლა სოციალურ ქსელებში მიდის. რა თქმა უნდა, ჩვენ სამხედრო მოქმედებებსაც ვადევნებთ თვალს, ძალიან სხვადასხვაგვარი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება და აი ესეთ სამხედრო ოპერაციებს, ომებს ყოველთვის თან ახლავს არც თუ უმნიშვნელო კომპონენტი, ეს არის საინფორმაციო კომპონენტი და ხედავთ ჩვენ რომ ირანიც იყენებს ამ საინფორმაციო ომის ბერკეტს და იყენებს რა თქმა უნდა შეერთებული შტატები და ისრაელიც, ანუ პარალელურად სამხედრო მოქმედებებისა საინფორმაციო ომიც მიდის და საჭირო არის ყოველთვის ინფორმაციის დაზუსტება, გადამოწმება მრავალ წყაროზე, საჭიროა ხელმძღვანელობდეთ ოფიციალური წყაროებითაც, პლუს კიდევ გადამოწმებული ინფორმაციებით, რომელსაც საერთაშორისო სააგენტოები ავრცელებენ, იმიტომ რომ ეს ომიც საინფორმაციო ომიც პროპაგანდის ნაწილია და ითვალისწინებს იმას, რომ დააბნიოს შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები. ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია ირანის მხრიდან, რომ დაიბომბა ისრაელში რაღაცა პატარა ქალაქი, სადაც ძირითადად მოხუცი ადამიანები ცხოვრობენ და თითქოს სამხედრო ობიექტი დაუბომბეთო და აღმოჩნდა, რომ საერთოდ იმ ქალაქში ესეთი სამხედრო ობიექტი არ არსებობს. ზარი არის ჩვენს ეთერში პირველი ზარი, საქართველოს პოზიცია როგორი უნდა იყოს, აი ამის გარშემო ვისაუბროთ, კარგი იქნება, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა ქალბატონებმა. გამარჯობა. მოგესალმებით, პატივისცემით. უბრალოდ ერთი რამე მაინტერესებს. ჩვენ ხალხმა იმდენი არ ვიცით, როგორ თქვენ და მე თქვენ გადაცემებს, როგორც მე და თქვენ ლიდერებს პატრონ თახანოურავს და ასე შემდეგ. თურქეთი ჩვენი იმპერია, ირანი ჩვენი იმპერია, აზერბაიჯანი ჩვენი იმპერია, სომხები ჩვენი იმპერია, რუსები ჩვენი იმპერია, ევროკავშირი და ამერიკა მეთქან დაგვიფაროს. აი ჩვენ როგორ მოვიქცეთ, თქვენი აზრი მაინტერესებს მაგათ. სული და გული. ბოდიშვილი, არ გაყვიდეთ ეთერიდან. არ დაკიდოთ გისმენთ, არა, გისმენთ. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ სომხეთი არის ჩვენი მტერი. საერთოდ ეს რიტორიკა არ გამოგვიყვება. ისტორიული უკმაყოფილება, ბოდიში მე შევასწორებ ჩემ ნაცვლად. ეს რიტორიკა არ გამოგვიყენება. საქართველოს პატარა ქვეყანაა. ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ახლა ვარ და ჩვენი მხარე, თავარი მხარე უნდა იყოს ჩვენი ინტერესების დაცვა. ჩვენ არ უნდა შევეწიროთ დიდი იმპერიების ბრძოლას და არ უნდა გავყოთ თავი იქ, სადაც არ არის თავი გასაყოფი და
ძალიან ფრთხილი და გონივრული პოლიტიკა უნდა განმახორციელოთ. მადლობთ ზარისთვის. პატარა თქვენი აზრით ჩამოვიყალიბეთ, მაგრამ ჩვენ აზრს ყოველთვის ვაყალიბებთ, ყველა გადაცემაში ვაყალიბებთ, რომ უნდა ვიდგეთ ჩვენ ჯანსაღი პოზიცია უნდა გვქონდეს და სიბნელეს და წვდიაც არასდროს არ უნდა დაუჭიროთ მხარი. ჩვენ უნდა ვიდგეთ თავისუფლების, ჩვენ უნდა ვიდგეთ ცივილიზაციური სამყარო, სადაც დგას სიმხარეს და აი ამ ფონზე ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ პირველ რიგში ჩვენი ძალიან პატარა სახელმწიფოს ინტერესებს. ამიტომ დავიწყე მე საუბარი იმ კამპანიაზე, რაც თვალში საცემია სოციალურ ქსელებში. კი ბატონო, ქართული ოცნების ლიდერები ოფიციალურად სწორედ აი ამ პოლიტიკას ატარებენ, ნეიტრალიტეტის პოლიტიკას რომ იტყვიან, თუმცა სულაც არ იყო ნეიტრალიტეტი ჩვენი ანძის განათება ირანის დროშის სფერებში და არც ის იყო ნეიტრალიტეტი, როდესაც ნეიტრალური პოზიცია, როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე ესწრებოდა ღონისძიებას, სადაც ქართველების ირანში ჩასვლისო 410 წლის თავი აზეიმეს და ეს ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია ჩვენი ისტორიის და მე ამ ტენდენციას იმიტომ მივაქციე ყურადღება რაღაცნაირად მხარდამჭერი ნოტები ირანის ისლამური სახელმწიფოს აი ამ რეჟიმის ლიდერისადმი, აიათოლასადმი თვალშისაცემია ეს სოციალურ ქსელებში, რომ არ არის საჭირო რა ამისი დაქოქვა, მოკლედ რომ გითხრათ და არ არის საჭირო აი ამ კამპანიის სტიმულირება, რასაც ჩემი აზრით ქართული ოცნება აძლევს ბიძგს. ზარი ჩვენს ეთერში. ისაუბრეთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ბატონო. გამარჯობა. წერან აღნიშნა უბრალოდ ჩამოთვალა ჩვენი მტრები სამწუხარ თავარი მტერი დაამისდა. ჩვენ ვართ ჩვენი თავის მტრები, არც მეტი და არც ნაკლები. ცხოვრებულ უტიან ზავესესნები ისევ რა გჭირს რომ ალბათო ეროვნული გამოთავანება. ამდენი ხანი ნაცები ასდნენ თავზე ქვეყანას. ეხლა ხოცები და პლუს კიდევ ნაცები 97%. და დღეს ადამიანი რო ეყვის ამა ვინავითიო ის ამერიკა ნორმალურებში მე როგორ ჩავთვალ ჯოუღურეთ ობიექტს ხო ხედავთ რომ არის აშკარა ტყუილები სახელმწიფო არხებზე თქვენი ხალხო ყველაფერს თავი დავანებოთ ასეთი დუს ხო იქაურობო ქვეყანა არეულ დარეულია ჩვენი ხელისუფალი სიტყვას არ აძლევს რითი მოერზადოთ რა გავაკეთოთ შეგულა გავიქცოთ, ხო, გასაქცევად ვიმზადებ საქმეს. და ასეც გითხრა რამოდენიმე ხნის წინ, წადით და იქ იშოვეთ თქვენ სამსახური და იჩინეთ თავები და აჩინეთ ოჯახები. არ ვიცი, ძალიან ჩვენია მე მაგას. დღეს ხო უნდა მივხვდი ადამიანი, რომ გამოსავალი არის ერთი, უნდა გაერთიანდეს ნომერი 8-ს გაჩენო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაიგითხეთ, წარსული ნახეთ ამ პარტიის ნახეთ რამდენი პარტიებია გაერთიანებული, რამდენი ორგანიზაციებია გაერთიანებული და დასკვნა გამოიტანეთ. წინა იმასში ბატონ ირაკლისთან შემოვიდა და ბიძინა რო არ ყოფილიყო, დღეს ქვეყანა აქამდე ვერ მოვიდოდა. გავიგე, რაც გააკეთა, კარგი გააკეთა. ერთი ადამიანი გადაარჩინა და 10 ადამიანი მოკრა შიფშილიცა. სიმართლე თუ გინდა ესა. ამდენი ხალხი გაიქცახენა რა. ანა ბარარი უბრალოდ დარჩენილი სამდანაც გეკაიხა. მადლობ ზარისთვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, თქვენი ესეთი საჯარო განცხადების და მოწოდებისთვის. დიახ, ნამდვილად ასარჩევი ნამდვილად ღმერთმა უკნას, რომ საქართველოში არ იყოს არ ყავდეს ასარჩევი ადამიანები. სწორედ იმიტომ აი ამ პროპაგანდის შედეგია ნიჰილიზმი ხალხში და ამას ქართული ოცნებაც ავითარებდა და ის სააკაშვილის რეჟიმის თავის დროს რომ აბა სხვა ვინ თუ არა ჩვენ. ღმერთმა უკნას რომ საქართველოში არ ყავდეს ხალხი, ვისაც ვანდობთ ჩვენ ამ ქვეყნის ბედს და
ძალიან ბევრი განათლებული ადამიანიც არის და ძალიან ბევრი პატიოსანიც. აი სწორედ ეს მიმართულებაც ეს ხაზიც რომ არ არსებობს პოლიტიკაში პატიოსანი და წესიერი ადამიანები, ესეც ხელისუფლებები, აი რომ ჩაიგდებენ ხოლმე ხელში ხელისუფლებას, მერე ის ჯგუფები ავითარებენ აი ამ ძალიან მავნე აზრებს. მე არ მიმაჩნია მაგალითად თავი უპატიოსნო ადამიანად და ძალიან ძნელი არის საკუთარ თავზე ლაპარაკი, რომ ვერიდებით ყოველთვის ამას გუშინ დავით არხანმოურავმაც ბრძანა გადაცემაში, რომ მორწმუნე ხალხი ვართ, მაზიარებელი ხალხი ვართ, თავმდაბლობაა საჭირო, მაგრამ არის ისეთი მომენტები, რომ გიწევს შენ თავზეც საუბარი და არ უნდა დავკარგოთ ჩვენ რწმენა, რომ პოლიტიკაში არსებობენ წესიერი ადამიანები. ჩვენ პატიოსნად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პატიოსნად ვემსახურებოდით და ვემსახურებით მას და კიდე ჩვენს გარდა რატო სხვებიც არიან ძალიან ბევრნი. ასე რომ დიდი მადლობა თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე ვსაუბრობთ და მე მინდა ტრამპის სამშვიდობო დოქტრინას შევეხოთ. ზარი არის მანამდე ეთერში. მოგესალმებით, გამარჯობათ. გამარჯობა. ისაუბრეთ. ხალბატონო ირმა. თქვენი ის გამოთქვა კითხალიათ უცხალია. ისე მესე ამოვნა. მე არ ვიცი, ამდენი ხნია უსმენ ტელევიზორს და ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. მართლა დინარე ეს ხალხი. მიახლა ასაკითა მაგდა ყოფილვარ პარტიებში თავიდან თქვენთანაც ქუთაისელი ვარ თქვენ პარტიაში და ვიყავ მაგრამ ეს ხალხი ვინ არის საიდან მოვიდნენ ახლა გინდის თქვა გინდას თქვა ეს ნაციონალები ასია თუ ისეა მე მაგან შემოძახეთ პირველი ძალიან კედელი მოგვაწერა, მაგრამ აი რამე რო ვქვა. ეს ხალხი არ დაკარგულა. ესენი ვინ არიან? დღეს სწავლენ, მოვლენ, თანამდებობის წევრებზე ვლაპარაკობ და არსად აღარჩენან მე აღარ საერთოდ საყალაზე აღარჩენან. ყველაზე პირველად მე ერთადერთ დანაშაულია თუ ეს რა თქმა უნდა მთავრობას არ შეუძლია დღეს ისეთი პერიოდია ვიდრე ეს გასვლა ქალაქიდან არ მოხდება საზღვარგარეთ, აი გეფიცებით ყველაფერს ვიცნობ ძალიან ერთხელ 70% არავის არის გაჭირება არა ის ავიდეს ის და 20-25 წელიწადი იყოს საზღვარგარეთ აქ დაანძრიონ და განადგურონ მოყვანილი ოჯახები და ეზოკარი ჯერ როგორ შეიძლება ეს რომ ასე ყველა ხელაღები ავიდეს უნდა უჭით არ უჭით მაგრამ ალბათ ამაში ვერჩებიან ალბათ ვერაფერს არ ვიცი მე რა არის კი ბატონო მადლობა ახლა მე ნიკოსმინდაზე ვიტყვი ნიკოსმინდაზე ხალხ ახლობელი და როცა დაიწყო სასწავლო წელი ბებია არის მეგობარი ეხლა ჩემი და მითხრა რომ ჩემი შვილიშვილი ერთი მოსწავლე პირველ კლასში წარმოიდგინე ხა ნიკოსმინდა სადაც ესა რომ გადახვალთ უკვე ნიკოსმინდის ყველა სახსად ოქლომი დადებული ეს გულსაცემი არ არის მეცოდება ჩემი შვილიშვილიო რომ 40 და 45 როგორ უნდა იგდეს მარტო და ამ დროს ეს ხალხი მე ვფიქრობ რომ ვინც მართლა უნახავი იყოს ცხოვრების და კონების და რა ისინი დავიგნეს მე სასაფლაოზე ვიყავი 25 წელი და იქ იყო გასწრებული დირექტორი სხვანაირად მოადგილე სხვანაირად ეხლა ყველას მოუნდა ეს ნოხები და ლუხები და მანქანები და სახლები და გასტუმროები და ყველაფერი მე მადლობ ზარისთვის დიდი მადლობა ზარისთვის რომ არ უჭირდეთ ადამიანებს არ დატოვებდნენ ამ ქვეყანას მე არ განვეკუთვნები იმ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისას რომელიც თulis რომ ჩვენ ხალხს შრომა არ უყვარს თურმე შრომაც უყვარს
ქართველ კაცს და პატიოსნებითაც გამოირჩევა, ენერგიაც აქვთ, სიყვარულიც აქვთ სამშობლოსადმი, მაგრამ საკუთარ სამშობლოში ადგილს რო ვერ პოულობს ადამიანი და იმისი საშუალება არ აქვს, რომ ოჯახი არჩინოს, სხვა გზა არ რჩება, ტოვებს ამ სამშობლოს და მერე თავის მომავალს სამწუხაროდ ეძებს სხვა ქვეყანაში. ამიტომ რომ არა გაჭირვება, ნამდვილად არ წავიდოდნენ ჩვენი დედები, ბებიები სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყნებში. და ეს ძალიან დიდი ტრაგედია, ეს იწვევს ოჯახების გახლეჩას, ეს იწვევს გავლენას პოულობს და ასახვა აქ ამას შვილების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გაბზარული, დანგრეული ოჯახები არის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ხო მთელი საქართველოს მასშტაბით. ნიკორ წმინდა ახსენეთ, მაგრამ სხვადასხვა სოფლებში და რაიონებში თუ გაივლით, ნახავთ, რომ დაცარიელებული არის ქვეყანა. სამწუხაროა ეს დიახ, ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი, რომ ამდენი ადამიანი მიდის ქვეყნიდან და საჭირო არის ისეთი გარემოს შექმნა, ისეთი ფუნდამენტის ჩასხმა, რომ არ წავიდნენ ჩვენი მოქალაქეები. აქ გავიხაროთ, მეგობრებო, საკუთარ სამშობლოში გავიხაროთ, აქ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი, ჩვენი შვილების მომავალი. და ისევ გადავხტები მე ჩვენს ძალიან ახლო მიდის ეს პროცესი ჩვენს რეგიონში. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანი არ არის ძალიან შორს, ისრაელი არ არის ძალიან შორს, ეს რეგიონი ძალიან ეხმიანება იქ მიმდინარე პროცესები ჩვენს ქვეყანას, კავკასიასაც და მინდა გითხრათ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ რა პოზიცია უნდა იყოს, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, აი დავაკვირდეთ სომხეთი როგორ იქცევა, ხო? არის სტრატეგიული პარტნიორი ირანის სომხეთი, მაგრამ ძალიან ზომიერი არის მის განცხადებებში, მის რიტორიკაში. კი ბატონო, მიუსამძიმრეს და ამითი დაასრულეს. ნახოთ ახლა აზერბაიჯანი როგორ იქცევა, მათ ასევე ჰქონდათ სამძიმრის წერილი, რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში, ხო წარმოგიდგენიათ, მაგრამ ამის მიუხედავად აზერბაიჯანის პოზიციაც არის ძალიან ისეთი ფრთხილი და ზომიერი, სიფრთხილე და ზომიერება. არ არის საჭირო ანძების განათება ირანის ისლამური დროშის სფერებში. არ არის საჭირო ლომს ხახაში შეუვარდეთ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ცოტა მეგობარი გვყავს რომ იტყვიან. ამიტომაც საჭირო არის რომ ჩვენი ჭკუით, ჩვენი გონიერებით, ჩვენი სიფრთხილით გავიაროთ ეს ვიწრო ბილიკები და მაინც და მაინც არ ჩავარდეთ კოცონში. ზარი კიდევ ერთი. ისაუბრეთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ქალბატონო ირმა, მოგესალმებით დიდი სიყვარულით. გამარჯობა. მისამე თვია ფასების კომისია მუშაობს და რა ვიცი ადგეს რაღაცებს და მეთმაკნას ну ხელფასი, პენსია, დახმარებები და რაღაცები ისეთი დოზით გვემატებოდეს, როგორც ეს ფასები გვემატება. აბა არიზდება ფასებიო, კობახიძეს რომ მკითხოთ, არ პირიქითო შემცირდაო. ხო და ეთის მინდა კიდე ამას დავამატო. ქალბატონი წიროსანის გაკეთებული ან შესრულებული ან რამე თუ გახსენდებათ რა საერთოდ და უნდა გქონდეს იმედი მაინც რამესი. იმედი ჩემო ბატონო უნდა გქონდეს საკუთარი თავის. როდესაც არჩევნები ტარდება ხოლმე, აი მაშინ უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენი თავის იმედი უნდა გქონდეს და იმ ხალხს უნდა დაუჭიროთ მხარი, რომელიც ამ ჩვენს განუხორციელებელ მიზნებს შეასხამს ხორცს და ძალიან გამეხარდება თუ ჩვენ დაგვიჭერთ მხარს და პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები იქნებით მომავალ არჩევნებზე, რომელიც შედგება, როცა შედგება. მანამდე შედგება 2028 წლამდე თუ 2028 წელს, როცა შედგება, კარგი იქნება, რომ სწორედ მაშინ ვიყოთ მოტივირებულები, მობილიზებულები, მაშინ გაგვახსენდეს
აი აქ რო ირეკება ხოლმე ეთერში და ეს არ გაკეთდა, ის არ გაკეთდა, ამას ვერ მივაღწიეთ, იმას ვერ მივაღწიეთ. ზოგიერთ საგარეჯო სოფლებში დღესაც მე მგონი ვარ დეპუტატი. და მაშინ არის საჭირო ერთსულოვნება, მხარდაჭერა და გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ხმას მნიშვნელობა აქვს და ჩვენს მხარდაჭერას მნიშვნელობა აქვს. ფასების კომისიას რაც შეეხება ხა ამაზე სხვა გადაცემებში ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ ფასებთან მე ადრეც ვთქვი არ არის მაინც და მაინც ეს ფასების დარეგულირება სხვა პოლიტიკით უნდა მოხდეს და ეს კომისია სწავლობს სუპერმარკეტებში მიმდინარე პროცესებს. იცით თქვენ ობიექტივიდან მე მისაუბრე ამაზე, ილია ჩაჩიბაიას უსაუბრე ამ თემაზე. არის მაფიოზური ქსელი, აი სუპერმარკეტების ქსელი. და არ ჭირდება ეხა ამდენი მრავალთვიანი მუშაობა იმას, რომ ეს ქსელი, ეს მაფიოზური სისტემა 8 ფეხასი, იტალიური სერიალი რო იყო 8 ფეხა, აი ეს ქსელი დაიშალოს. ქეშბექებია თუ რაღაცა სიმახინჯე, რასაც თხოვენ მეწარმეს, რომ პროდუქცია შეიტანოს ქსელში, უნდა გააუქმდეს ეხა რა თუნდა ამას ამდენი მრავალთვიანი კომისიის სხდომები და დარეგულირდება ყველაფერი. ჯერ შენ წარმოებას და შენ პროდუქტს უნდა დაუჭირო მხარი და მე სხვა დანარჩენზე უნდა იყო გადართული და ჩვენთან ყველაფერი უკუღმა არის. თან უკუღმაა და თან კიდე ტაში დაუკარითო რა. ამას წინათ ერთმა ქალბატონმა დარეკა ეთერში. ქვეყანა უკუღმა შენდება და ტაშს გვაკვრევინებენო. ზარი კიდევ ერთი, გამარჯობათ. გამარჯობა, ქალბატონო ირმა, ჩემო კარგო. მე ძალიან მაწუხებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ახლა. არა მარტო მე, მთელ საქართველოს რა თქმა უნდა, რომ ეხლა რო ვისმენთ რომ ომია ახლოსი ჩვენთან აგერ ირანსა და ისრაელს შორის გული ფარცხალითა გვაქვს აუცობილი ეხლა შიშის გინდა არ გინდა შემოდი. ძალიან ცო ქალბატონო ირმა და ბატონთა ახალ მოურავსაც მინდა რომ მივაწვდენო ჩემი გულის ტკივილი ერთ-ერთი რიგითი მოქალაქი რომ იქნება ამ მთავრობასთან მოლაპარაკება მოახდინოთ რომ სწორი პოლიტიკა აწარმოოს იმიტომ რომ თქვენ უფრო აი შეგწევთ ძალა რომ ამ ქვეყნისთვის იყვეთ და იქნება გონება გაუხსნათ, თვალები აუხილოთ, რომ გაეხსნათ ეს გონება, მიყვიდეთ, ილაპარაკოთ ერთმანეთი ძალიან ახლოს, ქალბატონო ირმა. ჩვენ მოქალაქეები, აღშფოთებულები და შეშფოთებულები. მადლობთ. სამწუხაროდ ცუდად ისმის და ტელემაყურებელი წუხდება, მთავარი რამ გავიგე. ეს გადაცემები გარწმუნებთ მე თქვენ რომ ისმენს ხელისუფლება და იმიტომ საუბრობთ ამ გადაცემებში რომ არ არის სხვა პლატფორმა და არა გვაქვს საშუალება მივიღოთ მონაწილეობა თუნდაც საპარლამენტო განხილვებში, იმიტომ ერთი პარტია ვისაც უნდა იმ პარტიებს იწვევს და თავის შექმნილ პარტიებთან აქვს გაჩაღებული დისკუსია, თუ რა ვიცი. დებატიო, რასაც უწოდებენ და აქედან ვაწვდენთ ხმას. გარწმუნებთ მე თქვენ რომ ისმენენ ყველაფერს და მე იმეორებენ ხოლმე ხშირად ჩვენს იდეებსაც, თუმცა თლათ ისე ზუსტად არა და თლათ ისე ეფექტურად არა, როგორც სასურველი იქნებოდა, მაგრამ მაინც. ვინმეს რო უნდადეს ჩვენთან დაკავშირება, გარწმუნებთ კიდევაც დაგვიკავშირდებიან, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ვარ მე და სხვა არავინ არ მინდა გარდა იმ პარტიებისა, რომლებსაც მე თვითონ ვქმნი. და აგერ არიან ესე შეხმატკბილებულები და წეღარო დარეკეთ ქალბატონმა დარეკა და ნაციონალური მოძრაობა და რაღაცა კიდე ახსენა ერთ-ერთი ოცნების ლიდერი. დღეს უბიოგრაფიო ადამიანებს ხედავ ჩვენ, ეს არის ყველაზე დამაფიქრებელი, იცით? უბიოგრაფიო, არ საიდან მოსულები. ან სოროსის ფონდიდან მოსულები კობახიძისავი და ან კიდე უბიოგრაფიო, თეთრი ფურცელი რო აქვთ ბიოგრაფია. და ასე იმართება ქვეყანა. ეს არის ძალიან ცუდი. მარტო ერთი თვისება რო არის, გამოც უნდა დაინიშნოს რაღაცა თანამდებობაზე კაცი. კარგად უნდა იცოდეს, როგორ გაძვრეს, გამოძვრეს და როგორ იყოს მეხოტბე და ნორმალურ ხელისუფლებას მეხოტბეები არ უნდა ჭირდებოდეს, მას კრიტიკული აზრი უნდა ჭირდებოდეს გვერდიდან,
ისეთი ნათქვამი სიტყვა, რომელსაც არ ეტყვის მეხოტბე არასდროს. და ესეთი მეხოტბეები მე ამ ხელისუფლებებსაც ღუპავენ და ქვეყანასაც აზიანებენ ხოლმე. აი ეს ტაშის მკვრელები, ბრმა ტაშის მკვრელები და მეხოტბეები. გეთანხმებით იმაში, რა თქმა უნდა, ძალიან ახლო არის ჩვენს ქვეყანასთან პროცესები, რაც მიდის, ახალ ამბებსაც თუ გადავხედავთ, ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ ტრამპის დოქტრინა რა არის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მინდა მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ შევეგუებით მადუროებს, არ შევეგუებით აიათოლა ალ-ხამეინებს, არ შევეგუებით იმას, რომ იყოს მუდმივი მუქარა ცივილიზებული სამყაროს მიმართ. აი ეს არის ტრამპის სამშვიდობო დოქტრინა, რომელიც ამბობს, რომ უნდა დაამთავრდეს იგივე აიათოლა ალ-ხამეინის მმართველობის პერიოდშიც რა ტენდენციაც იყო მუდმივი მუქარები ირანის მხრიდან დანარჩენი სამყაროს მიმართ და ამბობს ტრამპი, რომ ეს მუდმივი მუქარები უნდა დამთავრდეს. არავითარ ატომურ ბომბზე აღარ უნდა იყოს ლაპარაკი და მის შესაძლო რაღაცა გამოყენებაზე. და აი ამ მუქარის რეჟიმში ცხოვრობდა ირანი, იყო დაპირისპირებული ყველასთან გარშემო, თვით არაბულ სახელმწიფოებთანაც კი და დღეს ვხედავთ, რომ ეს არაბული ქვეყნები ირანთან არიან დაპირისპირებული ამ სამხედრო ოპერაციის პერიოდში და აი ამას ამბობს ტრამპის დოქტრინა. მე არა მარტო ვლაპარაკობ, არამედ ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სხვათა შორის ახასიათებს მას ეს ტრამპს ძალიან საჯაროდ საუბარი იმ ქვეყნებზე, რომლებიც მასთან ერთად მონაწილეობენ ესეთ დიდ პროცესებში და იმ ქვეყნებზეც საუბარი, რომლებიც რაღაცნაირად თავს არიდებენ ამ დიდ გლობალურ პროცესებში მოლაპარაკებას და ასე გააკრიტიკა ტრამპმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დროს თეთრ სახლში შედგა ეს შეხვედრა ესპანეთი და ესპანეთის ხელისუფლება, რომელიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ მისცა ესპანეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი სამხედრო ბაზების გამოყენების საშუალება, სამაგიეროდ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საჯაროდ შეახსენა ესპანეთს, რომ ის ნატოს ის წევრი ქვეყანაა, რომელიც საერთოდ თავს არიდებს თავდაცვის თანხების გადახდას. მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ია ეს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და ესპანეთი 2%-საც არ იხდის და ამიტომ საერთოდ გავწყვიტავ ესპანეთთან ურთიერთობასო. სხვა ტიპის პრეზიდენტია ტრამპი, მინდა აი ამას მიაქციოს რაღაცნაირად ყურადღება ქართულმა ოცნებამ და აი ეს წერილები, ის პასკვილები, რაც წერეს ტრამპს, არ არის ეს სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და კარგი იქნება თუ ამას გააცნობიერებენ ისინი. ზარი კიდევ ერთი ბოდიში რომ შეგაყოვნეთ, გისმენთ. მოგესალმებით ხალხო ერმან. გამარჯობა. საოცარი პერიოდია, საოცარია და მსოფლიო რაღაც თავისებურ ვითარება შეექმნა მსოფლიოს. არსებობს ძალიან ისეთი საინტერესო პროექტი და ჩვენთვისაც მე მგონი საინტერესო გამოდგება იქნებ ჩვენი ხმა საქართველოდან წავიდეს აი ისეთი იდეა, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს დაეხმარება და გადაარჩენს ასე ვთქვათ ამ ძნელ პერიოდში. შემოვნებით გაგიზიარებთ ამას, როგორ მოვიქცე მითხარი და შეგეხმიანებით. კი ბატონო, დაგიკავშირდებით ილია ჩაჩიბაიას დაგიკავშირდებათ ობიექტივის პროდიუსერი და თუ გექნებათ სურვილი, მოგიწევენ კიდეც ობიექტივის ეთერში და ეხლა ვრცელდება მინდა შიგადაშიგ ახალი ამბებიც მოგაწოდოთ. Deutsche Welle გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალ-ხამეინის სიკვდილის შემდეგ სპეციალურმა ექსპერტთა საბჭომ მოასწრო და შეარჩიაო ახალი აიათოლას კანდიდატურა და ეს არის მისი ვაჟი, ჩვენ ფოტოც გვაქვს აიათოლა ალ-ხამეინის ვაჟის, თუმცა სხვა წყაროები ამბობენ, რომ ჯერ არ არის დადასტურებული ეს ინფორმაცია
რომ მომავალი აიათოლა ირანის ისლამური სახელმწიფოს იქნება აიათოლა ალ-ხამეინის ვაჟი, ეხლა მას თქვენ ხედავთ ეკრანზე. სხვათა შორის საერთაშორისო მედიაში მისი პორტრეტი კარგად არის აღწერილი, დახასიათებული და ნათქვამია, რომ ეს არანაკლები რადიკალიზმით გამოირჩევა, ვიდრე მამამისი, რომ ის უკვე მართავდა კულისებიდან რიგ პროცესებს, ამაზეც არის ამ სტატიებში საუბარი, მოჯთაბა ხამეინი. კიდევ ერთხელ ვამბობ, Deutsche Welle-ის ინფორმაციით ის შერჩეული არის მომავალი აიათოლას კანდიდატურად უკვე, თუმცა სხვა წყაროები, ამას ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ. გაქვთ თქვენ საშუალება სარეკლამო ჭრების დროს მოусმინოთ ჩვენს კლიპებს და დავით არხანმოურავი ხსნის იმას, თუ რა სისტემაა, როგორ იმართება ირანის ისლამური სახელმწიფო, მართლაც ვინაიდან რელიგიური სახელმწიფოა იქ მართვის სულ სხვა სისტემა არის და აიათოლების საბჭო ირჩევს მომავალ აიათოლას. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, რომ აიათოლას სტატუსი არ აქვს ალ-ხამეინის ვაჟს და არსებული მათი შიდა კანონით არ შეიძლება არ იყოს აიათოლა, ვისაც აირჩევენ მერე შემდგომ წინამძღოლად და ამ შემთხვევაში აიათოლას სტატუსი არ აქვს ალ-ხამეინის ვაჟს. ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელიც. საინტერესო იყო დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, ალბათ აი ამ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ვინც არ უნდა იყოს დასახელებული აიათოლა ალ-ხამეინის შემცვლელად, ანუ მემკვიდრედ და იგულისხმა მისი ვაჟი, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თუ ის გააგრძელებს იგივე პოლიტიკას, იგივე რიტორიკას, დაპირისპირებას ისრაელთან და დანარჩენ სამყაროსთან, მას აუცილებლად მოვკლავთ, ანუ განვახორციელებთ მის ლიკვიდაციას და პირველი სამიზნე ეხლა როგორც ჩანს არის ალ-ხამეინის ვაჟი ისრაელისთვის. ზარი კიდევ ერთი. გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. ალო. მინდა ძალიან რთულ დროში ვცხოვრობ და მინდა გამძლეობა ვსურვო ჩვენს ქვეყანას, ასევე თქვენს პოლიტიკოსებს და მაინტერესებს საკითხი, რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა ირანთან დაკავშირებით და ხომ არ გაუხსნია კარს მაგალითად თქვენ თქვით რომ გავეხედოთ და შევხედოთ ჩვენს მეზობლებს და საერთოდ მსოფლიოსაც უნდა შევხედოთ. სომხებმა არ მიიღეს თურქეთიდან დევნილი თავისი ხალხის სომხები და მე მგონი ჩვენც უნდა ვიხმაროთ გონიერება რომ არ შემოუშვათ ის ხალხი, რომელიც კულტურითაც და თავისი აგრესიული ბუნებით ძალიან განსხვავდება ჩვენგან. კიდევ მინდა თქვა რუსეთთან დაკავშირებით აუცილებელია რა თქმა უნდა მოლაპარაკება ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ჩვენი უშუალო მეზობელი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდით, ისტორიაც გვაკავშირებს და რელიგიური თანხმედრაც გვაქვს და გარდა ამისა, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეზობელია და კარგი ურთიერთობა მინდა რომ გქონდეს. და კიდევ ერთი საკითხი დროშების აღმართვასთან დაკავშირებით, როდესაც მიდიგზე გამოდიან ჩვენი ახალგაზრდები და ბევრადაც არ არკვევიან, რომ დროშის აღმართვას ნიშნავს, რომ შენემორჩილები და მის ბრძანებლობის ქვეშ შედიხარ. ასე არ არის უბრალოდ რომ დროშები აფრიალო სხვა ქვეყნების და ირბინო. აი საკითხები მინდოდა და თქვენი აზრი მაინტერესებს ქალბატონო ირბა. კეთილი, მადლობთ. რაც შეეხება ლტოლვილებს, მოგეხსენებათ ასეთი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ასეთი ომების შემდეგ ყოველთვის ჩნდება ლტოლვილთა ნაკადები. არც ერთ ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს არ აქვთ დიდი სურვილი მიიღონ ეს ლტოლვილები და სხვა შორის ძალიან საჯარო პოლიტიკას ახორციელებენ ამ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით და ყველა რაღაცნაირად კეტავს კარს.
და ნამდვილად თქვენი ეს შიშები, თქვენი ეს მოლოდინი საფრთხის არის რეალისტური, იმიტომ რომ შეიძლება დაიძრან ეს ტოლვილები და ჩვენ გვმართებს ძალიან ფრთხილი პოლიტიკის განხორციელება. საქართველოს მიერთებულია მარაკეშის პაქტს, მარაკეშის ხელშეკრულებას, ჩვენ ეს ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ აი ესეთი ტიპის კონფლიქტების დროს მივიღოთ აზიური ქვეყნებიდან ტოლვილები. მე სხვათა შორის პარლამენტში ვიყავით მაშინ და ვეწინააღმდეგებოდი ამ პაქტში გაერთიანებას, მაგრამ ვინ მოგისმინა ეხლა დღეს ყველა თავს იქებს და ყველა იმაზე ლაპარაკობს, როგორ იცავს ამ სამშობლოს, მაგრამ დაცვა როცა შესაძლებელი იყო და იმ რაღაც საკვანძო საკითხებში სახელმწიფო აზროვნების გამოჩენა არასდროს ეს ხელისუფლება არ გამოირჩეოდა ამითი, ამიტომაც მიუერთდნენ იმ პაქტს. ამ ვითარებაში გეთანხმებით მე თქვენ, რომ აუცილებელია სიფრთხილის შენარჩუნება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ლტოლვილების და დევნილებისთვის ვერ მოგვივლია ჩვენ. და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ინტერესები არ იყოს აქ დარღვეული. ჩვენ ვლაპარაკობთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე, თუ ეს ვითარება როგორ განვითარდება და სხვადასხვა ვერსიებს ვისმენთ აქაც. საინტერესო არის ალბათ ის, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი დასავლეთის მიზნებს, აი რა ამოცანები აქვს ახლა დასავლეთს. პირველი და მთავარი ამოცანა დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსი საერთოდ არის ის, რომ აიათოლა ალ-ხამეინის მერე არ მოვიდეს ხელისუფლებაში ისეთი მემკვიდრე, რომელიც კვლავ ამ ხაზს, ამ რადიკალურ, ძალიან სახიფათო ხაზს გააგრძელებს. წეღანმე ვისაუბრე იმაზე, რომ Deutsche Welle-მ და ერთ-ერთმა ირანულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე შერჩეულია ესეთი ახალი აიათოლა, ანუ უზენაესი დიადი მმართველი ალ-ხამეინის ვაჟის სახით, თუმცა დაველოდოთ კიდე დადასტურებას ამ ინფორმაციის. ამ შემთხვევაში ეს კვლავ ეს რადიკალური ხაზია, რომელიც გააგრძელებს ალ-ხამეინის პოლიტიკას. დასავლეთი ახლა კიდევ ცდილობს იმას, რომ ირანში თქვენ წეღან კადრში ხედავდით ადამიანებს, რომლებიც ზეიმობდნენ და უხარიათ ის, რაც ხდება ახლა გათავისუფლდეს ირანი ისლამური აი ამ რეჟიმისგან, მმართველობისგან და შეიცვალოს იქ სისტემა, მმართველობის სისტემა და დასავლეთი ამავდროულად დასავლეთის ამოცანა არის, რომ ხალხმა თვითონ იმოქმედოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა ძალიან მკაფიოდ, მოწოდება იყო ირანელი ხალხისადმი, რომ იმოქმედეთ, გამოიჩინეთ სიმამაცე, რაღაცნაირად ამ სიტყვებით ბიძგი სტიმული მიცა ტრამპმა ირანელებს, რომლებიც დღეს არიან თეირანში და ირანის სხვა ქალაქებში, რომ თავად იმოქმედონ. და აი აქ პროტესტის გზებზე არის ლაპარაკი, მოქმედება აქციების, საპროტესტო აქციების გზით. და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შეერთებული შტატების და ისრაელის განსაკუთრებით, რომ ესეთი წარმონაქმნი, როგორიც არის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი, ეს ერთ-ერთი ძალიან ისეთი სამხედროც არის, დაზვერვა, კონტრდაზვერვა შედის ამ ორგანიზაციაში, მას აქვს თავისი დიდი შეიარაღება, არა მარტო თვითმფრინავები და არა მარტო ტანკერები, არამედ ძალიან დიდ შეიარაღებაზეა ლაპარაკი და KGB სტილის ორგანიზაცია, ეს რომ ვიცოდეთ და დასავლეთის ამოცანა არის ამ ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დაშლაც და მერე აი ამ შემადგენლობის გადანაწილება რაღაცნაირად სხვადასხვა სტრუქტურებში. არის მონაცემები, რომ 20 მილიონი თანამშრომელი შედის ამ გუშაკთა კორპუსში, საიდანაც 2 მილიონი ოფიციალურად არის დასაქმებული და 18 მილიონი ეს არის აგენტურა, რომელიც თანამშრომლები არიან ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსისა. ანუ რამხელა ქსელია თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ორგანიზაციას ძალიან ბევრ დანაშაულებებში მიუძღვის წვლილი Human Rights Watch-ის სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციების დასკვნებში არის ეს ყველაფერი ასახული და მათი განმარტებით.
დასავლეთის ამოცანა არის, რომ ირანი აი ამ ტიპის რელიგიური სახელმწიფო აღარ იყოს და აი ამას ღიად ხსნიან ამ მიზნებს ტრამპიც და ნეთანიახუც და სხვა ევროპელი ლიდერებიც და არ უნდა იყოს ისე რომ ერთი კაცი მართავდეს პერსონალურად მართავდეს პრეზიდენტს პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ყველაფერს. აი ერთი კაცის ერთპიროვნული მმართველობის დასასრული უნდა მოხდეს, დასრულება და შეცვლა. რა თქმა უნდა, ესეც ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული, არ იქნება, რომ ეს სწრაფად 2 დღეში მოხდეს და ცხადია ატომური იარაღის თემაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. აი ეს არის დასავლეთის ამოცანები, მოკლედ რაც შეიძლება და ამაზე გვეთქვა. ზარი კიდევ ერთი. მოგესალმებით ხალბატონო ირმა, დიდი პატივისცემით. გამარჯობა. მოგეხსენებათ ახლა ბატონ კოლბახიძეს უყარს ირანში სიარული სამწიგროზე. და თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, აპირებს თუ არა ბატონი კოლბახიძე წასვლას ირანში სამძიმარზე აიათოლა ალი ხამენეის. ეხლა მეორე ხალისხოვანი ხალხის დაკრძალვებზე იყო და ალბათ პირველი პირის დაკრძალვაზე უფრო ინდომება წასვლა და აი კიდევ უფრო რაც მაინტერესებს თუ აპირებს იგი ქელეხში დარჩენას შილაფლავის ჩამოტარებამდე მადლობა ისე რა კარგი იქნებოდა რომ ტელეკომპანია იმედს მაესტროს პოსტივის კონდეს ესეთი ღია ეთერი და თქვენ გქონდეთ საშუალება რომ დარეკოთ და მათ ლიდერებს დაუსვათ ხოლმე ეს შეკითხვები თუნდაც იუმორისტულ ჭრილში მე მესმის თქვენ რა აქცენტიც გააკეთეთ კარგი იქნება რომ მათი ეთერები იყოს ინტერაქტიული და თქვენ გქონდეთ საშუალება დარეკოთ და დაელოდოთ მათ პასუხებს ვერ გეტყვით ნამდვილად არ ვიცი ჩავა თუ არა არ ვიცი მიუსამძიმრებს თუ არა კიდევ ერთხელ ვამბობ კარგი იქნება საქართველომ აი ამ ფონზე ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს და გადავხედოთ ჩვენს მეზობლებს კიდევ ერთხელ ვამბობ როგორ მოქმედებს სომხეთი აზერბაიჯანი სომხეთი სტრატეგიული პარტნიორი ირანისა და აზერბაიჯანიც ვიცით ჩვენ ყველა დიასპორა არის აზერბაიჯანელების ირანში უზარმაზარი ამის მიუხედავად დიდ სიფრთხილეს იჩენენ ისინი და ჩვენც უნდა ვიაროთ ფრთხილად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ნუ შევყობთ თავს იქ სადაც თავი არ არის შესაკვეთი ჩვენი გადაცემა ძალიან მალე დამთავრდება კიდევ ერთხელ მინდა მე ყველას ვინც გვიკავშირდებით საერთოდ მთელი დღის მანძილზე ობიექტივის ამ პირდაპირ ეთერში და თქვენს მოსაზრებებს გვიზიარებთ მადლობა გადაგიხადოთ ეს დღეები იქნება კვლავ ამ მოვლენებით დატვირთული ხაზგასმით უნდა ითქვას რომ აეხლა რასაც ვეცნობი საინფორმაციო სააგენტოების მასალებს დიდი შეტევა არის ამერიკული ძალების და ისრაელის სამხედრო შენაერთების ირანის მიმართულებით ვრცელდება ასევე ინფორმაცია რომ ირანი ბომბავს არაბულ სხვადასხვა ქვეყნებს მაგრამ მინდა დააკვირდეთ იმ ტენდენციასაც რომ ირანიდან ძირითადად იბომბება არა სამხედრო ობიექტები რასაც თვითონ უწევენ მე რეკლამირებას და ამერიკის ბაზები და ასე შემდეგ ესეც საინფორმაციო მის ნაწილი არამედ სასტუმროები აეროპორტები და ესეთი ობიექტები ანუ ამით იმისი თქმა მინდა რომ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებითაც და ჩვენი დაკვირვებითაც უპირატესობა აშკარად არის შეერთებული შტატების და ისრაელის მხარეს თუმცა დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები კიდევ ერთხელ მოწოდება ჩემი არის ძალიან მარტივი სოციალურ ქსელებში აი სენტიმენტები როგორი დემოკრატი იყო თურმე აიათოლა ალ-ხამეინი რამდენი ადამიანი კი არ უწამებიათ და მოუკლავთ გადაურჩენიათ არ არის საჭირო რა არ არის საჭირო და არც ობიექტურობას და სიმართლეს არ შეეფერება ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიყოთ ცივილიზაციის მხარეს ცივილიზაციური სამყაროს მხარეს და ამავდროულად პირველ რიგში დავიცვათ ჩვენი ძალიან ლამაზი და პატარა სამშობლოს საქართველოს ინტერესები
მადლობთ ყურადღებისთვის, მე გემშვიდობებით, ობიექტივი კი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას.